არსად გულშემატკივრების დაშლისას რეზინის ტყვეებიც იყო გამოყენებული. სამწუხაროდ ჩვენ ეს კადრები ვერ მოვიძიეთ დროის სიმცირის გამო. გიორგი თარგამაძე ჩავთოთ პირდაპირ ეთერში. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ბატონო გიორგი, რა შეიძლება, რა არის ის მთავარი აქცენტები, რომელიც შეიძლება გაკეთდეს 26 მაისის მოვლენების ანალიზისას? მე თავიდანვე მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია და ვთქვა, რომ ის რაც მოხდა, ეს იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობის უზარმაზარი დეფიციტის მქონე ორი პოლიტიკური ძალის დაჯახება რუსთაველის გამზირზე. დამისახელოს ვინ დარჩა მოგებული საქართველოში იმით, რაც მოხდა. მე ეჭვება, რომ ამ თქვენ სტუდიაში ან სადმე ჩვენს ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ ერთი საღადმოაზროვნე ადამიანი მაინც იყოს ისეთი, რომელიც ახსნის, რომ მოგებული დარჩა თუნდაც ხელისუფლება ან მიხეილ სააკაშვილი, მოგებული დარჩა ნაციონალური მოძრაობა, ან ოპოზიციის რადიკალური ვრთა, აღარაფერს ვამბობ დანარჩენ საზოგადოებას. ამიტომ ჩემთვის სრულიად ნათელია ის, რაც მოხდა. ერთ მხარეს ყავდა პოლიტიკოსები, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა, პოლიტიკოსები და არა საზოგადოებრივი აქტივისტები, საზოგადო მოღვაწეები, რომელთა ფარება და დროშებად აფარებას პოლიტიკოსები ვერა და ვერ შევეშვით და ესეც უნდა დამთავრდეს რამენაერად ამ ტრაგედიითა და უბედურებით. აქეთ იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც თავენ პოლიტიკურ მომავალს სწორედ გვამებზე და მსხვერპლზე გადავლით ხედავენ. და მსხვერპლზე მონადირე, მსხვერპლის მოლოდინე პოლიტიკოსების ადგილი ნამდვილად არ უნდა იყოს საქართველოში და ამას ღეუნებით ღიად ყოველგვარი შეფარულობისა და დიპლომატიურობის გარეშე და მეორე მხარეს ყავს ხელისუფლება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს იყო ბრწყინვალე შესაძლებლობა მისთვის, რომ თავისი მხარდამჭერებისთვის, ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისთვის მიეცა მაგალითი იმისა, თუ როგორი უკან დაუხებელი არის, როგორი მკაცრია, როგორი ხისტია, როგორი შეუგუებელია. მე არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, თუ ისინი გვისმენენ ახლა, უბრალოდ მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არ არის ადამიანი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ამ შემთხვევაში თავიანთ ლიდერებს გულშემატკივრობს იმის გამო, რომ ისინი ძლიერები უნდა რომ იხილოს, მაგრამ მათ არ უნდათ რომ უსამართლო ძლიერების სიმბოლოდ იქცნენ მიხეილ სააკაშვილი ან ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები. ჩვენ ვიკლებთ ჩვენი ბიუჯეტიდან ისე ძალიან მწირ თანხებს, ვაკლებთ ჩვენ სკოლებს, პედაგოგებს, ჯანდაცვას, საავადმყოფოებს, სოფელს, ბავშვებს, მკურნალობას და ასე შემდეგ. და ეს ფული საკმაოდ მსუყეთ მიდის ძალოვანი სტრუქტურების დასაფინანსებლად. იმისთვის მიდის ეს ფული, რომ იმაზე კი არ გვიკითხონ აქ ლექციები, რომ თურმე სპეცრაზმელი ან პოლიციელი რო შედის მომიტინგესთან ფიზიკურ კონტაქტში, ის თავს ვეღარ აკონტროლებს, უნდა გააკონტროლოს. მაშინ რითი განსხვავდება ეს ადამიანი ნებისმიერი სხვა ზონდერისგან, რომელმაც შეიძლება თავი ემოციურად ვერ აკონტროლოს და მეტიც. ჩვენ ამ ფულს ვიხდით იმისთვის, რომ არალეგალური მანიფესტაციის დაშლის დროს პოლიციამ და სამართალდამცავმა უწყებებმა ეს ღონისძიება ისე ჩაატარონ, რომ ადამიანები მათ შორის, მათი მოწინააღმდეგეები იმ წუთში არ დაზიანდნენ, ისე რომ მიიღონ დასახიჩრებები და არ დაიღუპონ, რაც მთავარი არის. მე დღეს ვიყავი პოლიციელის დასაფლავებაზე, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ღრმა სამძიმარე, როგორც მისი ოჯახის, ასევე ყველა მისი მეგობრისა და მისი კოლეგის მიმართ, ასევე უთხრა ძალიან დიდი მწუხარება მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომელთა კუბოებიც ამ დღეებში თავიანთ ოჯახებში უდგათ. ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია. ეს არის ის, რაც ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ, თუ კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და გამოსაჩენი სამართალდამცავი უწყებები გვაქვს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ ხალხს არ მიუღია ბრძანება მანიფესტაციის დასაშლელად. ამ ხალხმა მიიღო ბრძანება მანიფესტანტების დასასჯელად. რადგან ის საუბრობდა ბატონ გიორგი, ამაზე საუბრობდა ირაკლი ალასკანიაც. მინდა გავუკეთო კომენტარი, თქვენ ბრძანებდა სტუდიიდან მესმის მე ლაპარაკი, რომ აი ნახეთ თურმე მათ როგორ მკაცრად, ძალიან დიდი განსხვავება არის. ისაც მოხდა 26 მაისს არის სრულიად განსხვავებული სურათი. იქ ესპანეთში ადამიანები ისხდნენ, არ დგებოდნენ და არ ანთავისუფლებდნენ ამ ტერიტორიას. ბატონ გიორგი, უკაცრავად, მაგრამ იყო ძალიან 5 წუთში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი შვილი დარჩენილი არ იყო, მიც მოახერხა გაქცევა. საერთოდ ერთადერთ ადამიანს 10 წუთის განმავლობაში ხმალდებოდა იმ სპეცნაზს. 10 წუთის განმავლობაში აფრთხილებდა პოლიცია და გააკეთა მან დერეფანი იმისათვის, რომ დაეტოვებინათ იქ უკაცრავად. იქ ადამიანებმა გააკეთეს თუ არა არჩევანი, როდესაც იქ დარჩნენ და იყო თუ არა ეს არჩევანი პოლიციასთან შეტაკების სურვილის დემონსტრირება, როგორც მინიმუმ, რადგან ნინო ბურჯანაძემ თქვა და უთხრა თავის მომხრეებს, რომ ცემა მოგებაზია, რომ რა თქმა უნდა ისინი საპასუხოდ დაარტყამენ პოლიციას, რომელიც მას წინააღმდეგ წამოვა. ეს თქვა მან ჩემს გადაცემაში. იყო თუ არა პროვოცირება ამ ადამიანების, რომ ისინი შესრულებენ კონფლიქტში ამ ადამიანებს თავისი სახელები და გვარები აქვთ.
მე არ მოვრიდები ვარ მათი სახელებისა და გვარების დასახელებას არა მას შემდეგ როცა ეს ტრაგედია დაატრიალდა ბევრივით არამედ მანამდე ვამბობდი რომ მზადდება ეს პროვოკაცია მანამდე ვეუბნებოდი ხელისუფლებას რომ იყავით მომთმენი იყავით თავშეკავებული არ გადაამეტოთ კანონით თქვენთვის მონიჭებულ უფლება-მოსილებებს იმიტომ რომ პროვოკაციაზე გიწვევენ და რა გამოდის რომ ხელისუფლება წამოეგო ამ პროვოკაციას ეს მივიღეთ ჩვენ თორე კი ადამიანებმა გააკეთეს არჩევანი იდგნენ ამ საპროტესტო აქციაზე ჩემთვის მიუღებელი იყო ის რასაც ისინი და როგორც ისინი ითხოვდნენ იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცოდი რომ ამ ფორმით მაპროვოცირებელი ნაბიჯებით სააკაშვილის ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად გაიძლიერებდა პოზიციებს მიუხედავად მისი იმ რეპუტაციული დანაკლისისა რომელიც მათ განიცადეს ხო მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე რისკენ მოუწოდებდნენ არამედ რაც ხდებოდა 12 საათის შემდეგ როდესაც წყლის ჭავლი გაუშვა პოლიციამ მანიფესტანტების აბსოლუტური უმეტესობა უბრალოდ გასაქცევს ეძებდა ეს ჩანს კადრებში კადრები კი ბატონო ესეთი კადრებიც არის როცა ვლაპარაკობ ძალის გადამეტებაზე ეს ძალის გადამეტება კადრები არის როდესაც მანიფესტანტები ებრძვიან პოლიციას. ბატონო გიორგი, ეს კადრებიც არის, მოდი ესეც უნდა დაგვავიწყდება. ძალიან მკაფიო კადრებია, სადაც დემონსტრაციის მონაწილეები ხელნაკეთი ფარითა და ჯოხით ებრძვიან სპეცნაზს და უტყავენ მას. ასე რომ ამ შემთხვევაში სხვა შორის ძალიან მაინტერესებს ის ახალგაზრდა ვნახო რომელი არის რო ეხმალავებოდა იმ სპეცნაზს ერთადერთი კადრი არის სადაც მეტნაკლებად რაღაცა ფიზიკური კონტაქტი არის. დანარჩენი რაც ვნახეთ ეს არის გაქცეული ხალხი, რომელიც ეძებს სადმე თავშესაფარს. ამაშია ზუსტად პრობლემა ეს ადამიანები რო დამდგარიყვნენ იქ და ღმერთმა არქნა რომ კიდე რაღაცა იერაღი გამოეყენებინათ ამ შემთხვევაში პოლიციელების მიერ კიდევ უფრო აქტიური ძალის გამოყენება არავის გაუკვირდებოდა, მაგრამ გასაკვირი კი არა, აბსოლუტურად მიუღებელი, დასაგმობი და აბსოლუტურად მიუღებელი არის ის, როდესაც თეთრწვერა მოხუც, ხელებს შეკრულს ურტყავენ და როცა 12 წლის მოზარდს, რომელიც მიწაზე იაგდია, 6 ადამიანი ურტყავს და მეც დავამატებ კიდევ. მე ძალიან კარგად დავაკვირდი შემამჩნია რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი, ანუ ის ადამიანები, რომლებიც მათ დასაშლელად იწვრთნებიან, ამას ნაკლებად აკეთებდა. ამას აკეთებდნენ სამწუხაროდ ის გაუგებარი წარმოშობის ზონდერები, რომელსაც ჰქონდათ ჩაფხუტები, მაგრამ არ იყვნენ სპეციალური დანიშნულების რაზმების წარმომადგენლები. ეს არის მთელი უბედურება. უბედურება არის ის, რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ გამოძიებაზე და აუცილებლობაზე, რომ ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება და განახორციელეს ამ გზებით, უნდა დაისაჯონ, ჯინი კი არ აქვს უბრალოდ მათი ან მხოლოდ სამართლიანობა კი არ გვინდა აღდგეს. ჩვენ გვინდა ეს ადამიანებიც ვიხსნათ, იმიტომ რომ ნებისმიერი ძალოვანი სტრუქტურა, რომელიც კანონის და პოლიტიკური ინსტიტუტების მხრიდან ვერ გრძნობს შეზღუდვას, რომ თუ კი კანონს გადაამეტებს, თუ კი დანაშაულს ჩაიდენს, დაისჯება, მიუხედავად იმისა, რომ სამართლამცავი უწყების წარმომადგენელია, ვამპირად იქცევა. ჩვენ ეს ადამიანების გადასარჩენები ყავს. ბატონო, უნდა მოვხდეთ სამწუხაროდ დავით დარჩეშვილთან არის ასევე მნიშვნელოვანი კითხვები, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ალბათ ხელისუფლებასთან აქვს სტუდიაში მყოფს. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო გიორგი თარგამაძე.